გამარჯობათ მეგობრებო და ჩვენს მეცნიერთა კლუბში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, ძალიან ისევ ჩემი მეგობრების სიიდან ადამიანი ყავს, რომელიც მოგვიყვება ძალიან საინტერესო ისტორია. ეს გახლავთ ირაკლი უგულავა. მე უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ირაკლის და მე ბევრ ექსპედიციაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, ძალიან საინტერესოებში, ალბათ იმგენსაც ვახსენებთ და ერთი საერთო ხობი გვაქვს, რომელზეც ასევე ვისაუბრებთ და ამიტომ დარჩით ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, იქნება თავიდან ბოლომდე საინტერესო და თუ რამე კითხვები გაჩნდება, რა თქმა უნდა, დაწერეთ და შემდეგ ამ კითხვებს მე დავაგროვებ და კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ იმ თემებზე, რომლებზეც დღეს ვაპირებთ საუბარს. ირაკლი, გამარჯობა, ძალიან მიხარია, რომ გამოძებნე დრო და ხარ ჩემი არხის სტუმარი. გამარჯობა ვასო. დიდი სიამოვნებით შევეცდები ჩამოვაყალიბო, ასე ვთქვათ, ჩემი პროფესიული საქმიანობა და ჰობები, რომლებიც პრინციპში ერთმანეთს ავსებს რა და ესეც სასიამოვნო და საინტერესო დამთხოვა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ანუ რასაც ძირითადად პროფესიულად ვარ დაკავებული და ის ჰობი, რასაც ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს, ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთს ეხმარება, ერთმანეთს კაჩავს, ასე ვთქვათ რა. დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ჩემი პროფესიული საქმიანობით. ეს არის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი. ეხლა ჩვეულებრივი ენაზე რო შევეცადო და გადმოვთარგმნო, შეიძლება ძალიან მარტივ მიახლოებით ეს აღწეროთ შემდეგით, რომ ეს არის კომპიუტერული კარტოგრაფია. ანუ რუკების გაკეთება კომპიუტერული ტექნოლოგიების მეთოდებით. მაგრამ ეს არის ძალიან ისეთი უხეში მიახლოება, სინამდვილეში ამ ტექნოლოგიის უკან გრაფიკული, ასე ვთქვათ, რუკების კეთება გარკვეულწილად გრაფიკულ და სამუშაოსთან არის დაკავშირებული. გრაფიკაზე უფრო მეტად და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზების მართვა და რეალურად ამ ჩემი საქმიანობის შედეგი ეს არის მონაცემთა ბაზების კარტოგრაფიული ვიზუალიზაცია. ასე მოდი ახლა ეგ გავშიფროთ, იმიტომ რომ მაგალითად რა მონაცემთა ბაზები? მაგალითად ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც დღეს იქმნება და გროვდება და მოგეხსენებათ დღეს ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც უზარმაზარი მასივები ინფორმაციის იქმნება ყველა დროის ყოველ მომენტში. ანუ რაღაც ბოლო 1 წლის განმავლობაში იმდენი ინფორმაცია დაგროვდა, რაც უფრო მეტი არის, ვიდრე კაცობრიობის მანამდე დასაბამიდან შეუგროვებია. ეს კომპიუტერული ტექნოლოგიები და მონაცემთა ბაზები განაპირობებს ამ ყველაფერს. აი მარტივად რო გითხრათ, ხო? აი ნებისმიერ ბანკში ხო არის მონაცემთა ბაზის სისტემას, რომელშიც ტარდება ყველა ტრანზაქცია, ხო? ეს ყველაფერი ყოველწლიურად გროვდება, ინახება და შემდეგ ეს უკვე ძალიან საინტერესო წყარო არის ანალიზისთვის, იმიტომ რომ აქამდე არასდროს არ არსებულა ასეთი დიდი მასივები ინფორმაციის და შესაბამისად ვერც ანალიზი ვერ კეთდებოდა უკვე მომხდარი მოვლენების. იმიტომ რომ ხაღალდებზე იყო ეს ყველაფერი და იმ ხაღალდებზე იყო ეს ყველაფერი, ეს შეზღუდული იყო საკმაოდ. ეს ხა ძალიან ზოგადად ყვები რა. და ჩემი სპეციალობას კონკრეტულად რაც შეეხება, ეს არის გეო. ანუ აქამდე რაც იყო, ეს იყო საინფორმაციო სისტემები რა, რომელიც გეოს გარეშეც არსებობს რა, აი ბანკი რო ვახსენე, მაგრამ უზარმაზარი მასივი გროვდება, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების, ანუ ეს იგივე საინფორმაციო სისტემა, იგივე მონაცემთა ბაზა, რომელსაც დამატებული აქვს ესე უხეშად რო ვთქვათ, გეოგრაფიული ასპექტი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცისთვის, ბევრ შემთხვევაში გეოგრაფიული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად განაპირობებს სხვა დანარჩენ ინფორმაციას. აი მაგალითისთვის რო ავიღოთ ნებისმიერი სახის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომელიც არის გაშლილი რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე. ესე იგი, აი მარტივად რო გითხრათ,
აი დაწყებული ყველაზე მარტივი საქმელი, რასაც ყველაზე დიდი რაოდენობის ხალხი ეხება დღევანდელ დღეს საქართველოში ყოველ შემთხვევაში ეს არის საკადასტრო მონაცემთა სისტემა რა. საკადასტრო კოდი შეყავს და რეალურად ხედავს სად მდებარეობს და რა ფორმა აქვს ამ მიწის ნაკვეთს. ყველაზე მარტივი მაგალითი არის და გარდა ამისა ყველაზე განვითარებული სისტემა დღესდღეობით საქართველოში ეგ არის. მე რასაც უყურებ Google Map-ი რო ავიღოთ, აი Google Earth-ი რო, ანუ ეს ისეთი რაღაცეებია, რასაც აი ნებისმიერი ადამიანი ვერ სიოცნებებდა რა. შენ რაც წაკეთებ ხოლმე ხა მაგალითისთვის აი გუშინ წინ შენი გამოდმული კამჩატკის მიწისძვრის ანალიზი, ხო? აი Google Earth-ი გაქვს რა, გადაატრიალი, გადმოატრიალი და ყველაფერს ნახულობ. მე და შენ რო ცხოვრებას ვიწყებდით, ხო ხსები ეს როგორი ფანტასტიკის სფეროდან იყო რა. ხო, აგერ მიდევს ახლა უზარმაზარი ალბომი რუკების გერმანული იმ დროისთვის რომ ფანტასტიკური იყო, დღეს ახლა ვინ ჩაიხედავს იმ რუკებში, ხო? ხო, დღეს რელიკვია რა. დღეს არის როგორც ანტიკვარიატი ისე არის რა. თუმცა მაგას კიდე ცალკე მუღამი აქვს და ცალკე როგორ გითხრა, ეგ ცალკე სფერო არის ექსპერტიზის, მე თუ მკითხავ ძველ რუკებთან მუშაობა, მე ერთხელ მომიწია მუშაობა და იმდენ საინტერესო რამეს აღმოაჩენ, რომ ვერ წარმოვიდგენ. ვიცი რომელ სიტუაციაზე დავბობდა, ხო. რამდენი რაღაც ეპოქა რო გაივლის და ბევრ რაღაცას დავწერი და ვიტყვი და იმას ვიზამ. მოვა მაგისტრს. ნებისმიერი სფერო რო ავიღოთ, ხო? არის დაკავშირებული გეოგრაფიას. აი მოგზაურობიდან დაწყებული მოგზაურობის დაგეგმვიდან დაწყებული, ხა რატო ვიცი, რატო მადგება თქო რა, ეს ცოდნა ძალიან მაგრამ მადგება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, როდესაც გეგმავ ველო მოგზაურობას, გეგმავ აი ამ მთელი ამ ტექნოლოგიების გათვალისწინებით და ჩარქვით იქ ძველი საბჭოთა სამხედრო ტოპოგრაფიული რუკებიდან დაწყებული თანამედროვე Google-ით და აეროფოტო გამოსახულებით დამთავრებული ყველაფერს იყენებ, რომ რაღაცა ახალი მარშრუტი აღმოჩენ, რომელიც იქნება საინტერესო, ორიგინალური, ჯერ ასეთი სახით გაუვლელი და ჩემზე ახალგაზრდა ხარ და უფრო კარგ პერიოდში მოგიწია ცხოვრება. ჩვენ დროს მაგალითად ეს სამხედრო რუკებს რასაც ვეძახით ჩვენ, ეს იყო გასაიდუმლოებული და საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, მაშინ ზაკვოდან და იმიდან ყიდულობდით ხოლმე, აი მაგალითად იქ ეროვნული პარკების დაგეგმარება რო წავიდა და მეც ყიდულობდი, იგივე წყაროდან მეც მიყიდია, ასე ვთქვათ. ისე მიყიდიდან ქვემოდან, ასე ვთქვათ, ხო. ეს იყო ერთადერთი ნორმალური რუკები, მე მახსოვს, იმიტომ რომ ესეც ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში გამოსული რუკები, რომლებიც ესეთ მოხმარებაში იყო, ხო, ჩვეულებრივ ადამიანს გამოეყენებია, იქ რაც ხელები მიუწვდებოდა, ის არაფერთ არ ვარგოდა. ხო, იმიტომ რომ ცდომილებები იყო, აბსოლუტურად იყო აცდენილი, იმიტომ რომ ეს ვითომ სამხედრო ამ დროს ზემოდან უკვე თანამედროვე რუკები არსებობდა. მეცად იატყვე ვასიკო, ის ცდომილების გარდა მასშტაბი იყო ისეთი, რომ საბჭოთა დროის საერთო მოხმარების რუკა არ შემხედრია ისეთი, რომლითაც რაიმე შეიძლება დაგეგმა. ანუ რაღაცა მასშტაბის ზევით ყველაფერი იყო გასაიდუმლოებული. უბრალოდ მე ამ საქმით დაინტერესება ისეთ ეპოქაში დავიწყე, რომ უკვე შესაძლებელი იყო. მოკლედ, მე ხა რო გითხრა, რომ დიდათ მოვესწარი საბჭოთა კავშირის და მაგ დროს რაღაცა რუკებთან შეხება მქონიაო, ნამდვილად მოგატყუებთ, მაგრამ მე ფაქტიურად არ შემხედრია ისეთი რუკა საბჭოთა ეპოქის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, რომელზედაც რაიმეს დაგეგმა შეიძლებოდა. როგორც ჩანს თუ გეოლოგებს და პალეონტოლოგებს და გეოგრაფებს ვისაც ჭირდებოდა დეტალური რუკა, ის მიდიოდა იმ პირველი განყოფილება ეთქვა თუ რაღაცა, სპეციალურ დაშვებას იღებდა და რაღაცნაირად შეზღუდულად შეეძლო იქ მუშაობა აი ამ გეონაძორის ქვეშ. არა, რუკაზე რომ მაღაზიაში რო წასულიყავი და გეყი, ხო, აი მოყევი, შენ უფრო გეცოდინება, იმიტომ მე მაგას არ მოვსწრები ვარ. ხო, ჩვენ აი ზუსტად პირველი განყოფილება იყო თუ მეხუთე არ მახსოვს, მაგრამ ექსპედიციის ხო, რაღაც ნომერი ქონდა. ესე იგი როტა პრინტი იყო თუ რაღაცა ესეთ მსგავსი. როტა პრინტი იყო. როტა პრინტი, აი პატარა ნაგლეჯს იქ ზუსტად ეუბნებოდი, შენ რო თქვა მინდა, თქვა აი ყაზახეთის ესა და
აი აქედან აქამდე, ხო? აი იმ პატარა მონაკვეთს ამოგიბეჭდავდნენ, იქ ისევე ჩანდა როგორც ახლა ამაგიდაზე. რამე, ხო და როტოპრინტზე გადაღებული წიგნებით ინგლისური მაქვს ნასწავლი ბავშვობაში. მე რა ხელით ხატავდით ხოლმე, ხო და ხელით რო ხატავდით, ერთხელ მასე მომიწია საკმაოდ ესეთი ცუდი გამოცდილება მქონდა კგბ-სთან, იმიტომ რომ სასაზღვრო რაიონის რუკა გავაკეთე, ჩემით. რა რუკა უნდა გამეკეთებია? ხელით ამოშუშე. ჩავხატე, ხო, რო აქ არის ადგილსაპოებელი, აქ ისა, აქასანა. ეს მე დავკარგე ეს ციგნაკი და იპოვეს და მოხვდა იმათთან და თელით მაგარ შარში გახვეულ ხარ მას. მაგრამ უკვე მაგარ შარში გახვეულ ხარ. ხო, იშლებოდა და ამიტომ რაღაც გადავრჩი, აი ეგეთ რაღაცებს, ხო და ვერ დავამტკიცე ვერაფრით, რომ ეს არ იყო ჯაშუშური მიზნით გაკეთებული, ხო, ნუ ჩემი ისტორია ასეთია, მაგათ ამასთან მე რო დავიწყე პროფესიული საქმიანობა, ინერცია დამრივია, ანუ ეს სტრუქტურები მუშაობდა, გადავიბარა უკვე საქართველოს მთავრობამ, ასე ვთქვათ, ჩვენ იმაზე, მაგრამ წესები იგივე იყო. უბრალოდ ეს წესები ახლა მორღვეული იყო 90-იან წლებში, მაგის წესები კი არა, საერთოდ არ არსებობდა წესები. სისხლის სამართლის კოდექსი არ არსებობდა, მე მგონი და ახლა მაგას ვიღარ იმას იზამდა და ძალიან ხშირად იყო ხოლმე, როცა მჭირდებოდა ბევრად უფრო ადვილად პირადი კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელი იყო, ასე ვთქვათ, მოპოვება და ძალიან მადლიერი ვარ სხვათა შორის იმ ხალხის, ვინც იქ მუშაობდა, იმიტომ რომ მაგათ ხელშეწყობა რო არ ყოფილიყო და მაგათ რო ეხა მართლა მიედევნათ აი ყველა კანონის და წესის ყველა მისი პუნქტის დაცვას, ხო? ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთებას უბრალოდ ვერ შევძლებ. ასე რომ ძალიან მადლიერი ვარ იმ ხალხის რა. და საბჭოთა კორუფციის, იმ შემორჩენილი კორუფცია. ნუ საბჭო რაც იყო რა, ეხლა ცხოვრობდით ისე როგორც შეიძლებოდა ცხოვრება, ხა. ქონდა გასაკეთებელი საქმე, ამ საქმეში ვიღაცა გიხდიდა თანხას. ეს საქმე რო გააკეთო, გჭირდება ეს. ეხლა ეს რო გააკეთო, რაღაცა წესი და რაღაცა კანონი უნდა გაარღვიო, იმიტომ სხვანაირად ვერ გააკეთე. შეუძლებელი იყო ფაქტიურად რა. და შესაბამისად ახლა მთელი ეს სტრუქტურა აწყობილი რა სტრუქტურა იყო, არაფერი არ იყო აწყობილი კაცი. აუწყობელი იყო ყველაფერი, უბრალოდ ყველას ჰქონდა, ასე ვთქვათ, შანსი, რომ გვეძლეოდა ეს სარკმელი, ფორტოჩკა რუსები როგორც იტყვიან, სადაც უნდა გამძვრალიყავი და სუფთა ჰაერი გვესულთქა და ჩვენი საქმე გვეკეთებინა, რომელიც გვიყვარდა რა და ყველა რაღაცა. შენ ესე იგი კარგი დიდი ხნის დაწყებული გაქვს, შენი საქმე ფაქტიურად სადღაცა მე 90-იანი წლების ბოლო. 30 წელი. მაშინ კომპიუტერები რაც იყო, ეხლა მე ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც უკვე გისი არსებობდა, ხო ეს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები არსებობდა. კი, უკვე არსებობდა. ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა, აი მაგაზეც ჩემ სტუდენტებს ვყვები ხოლმე და აი დაგვავიწყდა, გვეთქვა რომ შენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხო, აი ეგ დამავიწყდა. თან ლექტორიც რო ვარ. თან ლექტორიც რო ხარ და ხო. აი ნახე, ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა. 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა მსოფლიოში დაიწყო, ასე ვთქვათ, კომპიუტერული რევოლუცია. ანუ მასიურად შემოვიდა ხმარებაში კომპიუტერები. რო შემოდიოდა კომპიუტერები ხმარებაში, იყო ესეთი პროგნოზი, რომ მოხდებოდა ქაღალდის მოხმარების შემცირება. იმიტომ რომ ნუ ნელ-ნელა გადავიდა ხალხი, ასე ვთქვათ, ციფრულ ეკრანზე. მაგრამ ნახე რა მოხდა. მთელი 90-იანი წლები შემცირება კი არ მოხდა. მოხდა ქაღალდის მოხმარების გაათმაგება. იმიტომ რომ ადრე ადამიანი რო ბეჭდავდა საბეჭდ მანქანაზე, ხო? მის შრომას ძალიან დიდი ფასი ჰქონდა რა. ანუ ყოველი შეცდომა იყო მისთვის პრობლემა თავიდან უნდა გადაგებეჭდა და ეხლა პრინტერი ткап დააჭირე, დაიბეჭდა, შეგეშალა, დაკუჭე, გადააგრე, ახალი დაბეჭდე. ამან დრამატულად გაზარდა ქაღალდის მოხმარება. ანუ პროგნოზი რაც იყო, ის პროგნოზი პირიქით შეტრიალდა. უბრალოდ კი არ, ანუ ის პროგნოზი არ გამართლა უბრალოდ გამართდა რაღაცა პერიოდის მერე, როდესაც უკვე თაობა გაიზარდა, ვისთვისაც ახლა იმეილს რომ მიიღებდი, დაბეჭდვა აღარ გჭირდებოდა, რომ ქაღალდიდან წაგეკითხა, ხო? და ის პროგნოზი დროში გაიწერა, უბრალოდ გამართდა 15 და 20 წლის მერე. და თავიდან
ეხლა მე მახსოვს რა ეს ქსეროქსის A4 ფორმატის ქაღალდები რამდენი მოდიოდა და რამდენი ნაგავში იყრებოდა ეხლა სად არის ეხლა რაღაც მახსოვს ბოლოს კომპიუტერზე რაღაც მიყენია ეს ისა პრინტერი რა რა ვიცი სადღაც ვიღაცას ააგ და წელიწადში ერთხელ შეიძლება რაღაც ამოვაბეჭდინო არა და დრო იყო როდესაც მაგალითად აი მე რაღაც ციგნის წერა დავიწყე ბიოლოგიის სახელმძღვანელოსი და ესა და იმდენად უხარისხო აი ყავისფერი ქაღალდი იყო მაშინ თუ იყიდებოდა ეს ხო მე მაგას ვერ არ მოვწრები ვარ ხო და ცალკე ცეკასთვის და ესეთ იმგენისთვის გამოდიოდა ფინური ქაღალდები იყო ფინური ქაღალდი ხო და დეეჩემს ყავდა ნაცნობი და იმან გავამიგზავნა 2-500 ფურცლიანი ეს მაგარი პატევი უცია მაგარი პატევი ფურცელს დავკანკალებდი იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ხელოვნების ნიმუში იყო იმ ხიწვიან ქაღალდთან შედარებით რასაც საბჭოთა კავშირში უშვებდნენ ეხლა აი ეხლა წარმოიდგინე მაგ ამბიდან რამდენიმე წლის მერე ხდება ის რასაც მე გიყვები ხო და მე აი სადღაც 14 წელია რომ ეს ქაღალდები შემოიყარა ანუ ხელმისაწვდომი გახდა ეს პრინტერზე დააწვებოდი ერთ კნოპკას და დავაი დაბეჭდე და შეგეშალა დაკუჭე გადააგდე ახალი დაბეჭდე და აი ჩვენ ცხოვრების მანძილზე რამდენი რაღაცა ესე შეიცვალა და გადათამაშდა ეხლა რომ ვიგდებით ეხლა ესეც ერთ-ერთი მაგალითია რა აი იმ ფაქტზე შენაც მოყევი და რასაც მე მოვყვები სულ რაღაცა 5-6 წელია განსხვავება სამწუხაროდ აი ხა ცოტა ისეთ რაღაცას ვიტყვი რაც მე პრინციპში მაწუხებს და მაგრამ აფერხებს ჩემს საქმიანობაში არ ვიცი რამ განაპირობა ის უდიერი დამოკიდებულება ინფორმაციის მიმართ რაც არის ჩემს გარშემო, ჩემს ქვეყანაში თუ როგორ ვთქვა არ ვიცი. როგორც არის აი ეს რევოლუცია კიდე მოსახდენი არის რა და იმედია რომ შემდეგ 10 წელში ეს მოხდება. იმიტომ რომ რეალურად ის ინფორმაცია რომელიც დღეს გროვდება მე გეუბნები სახელმწიფო დონეზე რა. სახელმწიფო რაზე ამბობ შენ რა თემაზე ამბობ რო ვთქვა. აი ელემენტარულ რაღაცას ვამბობ. ხო, რა მოხდება და მოხდება ამ ინფორმაციის მეტნაკლებად სტრუქტურიზირება, იმიტომ რომ შეუძლებელია რა დღეს ფაქტიურად ცხოვრობთ. აი 90-იანი წლების დასაწყისი არის ჩემი გადმოსახედიდან ინფორმაციის მოპოვება, მოძიება, შენახვა, დამუშავების კუთხით საქართველოში. შენ ამბობ ეს სახელმწიფო დონეზე ამბობ შენ თორე ხა ჩვენ შეგვიძლია ხო სახელმწიფო დონეზე შეიძლება რეალურად არ შეგვიძლია აი მარტივად გეტყვი რა აი მე მიყვარს ხოლმე ესეთი ცხოვრებისეული მაგალითები რაც ჩემს კისერზე გაიარა რა აი ხა ბოლო მაგალითს მოგიყვები მე ბოლოს წინას მოგიყვები ხო ეგ ყველა მაგალითად ბოლო მაგალითი ხო აი ბოლო მაგალითი რა იყო რაღაც კვლევას ვაკეთებდი ამ კვლევაში კარგი იქნებოდა რომ მქონოდა ინფორმაცია საქართველოს სოფლების გაზიფიცირების კოეფიციენტის დავარქვათ ესე შესახებ. ანუ მაი მარტივად რო გითხრა რა რამდენი პროცენტი არის საქართველოს სოფლების გაზიფიცირებული და როგორია მათი გეოგრაფია. ხო ძალიან ისეთი კაი რაღაცა არის რა. შეიძლება პირდაპირ კვლევა არ ითხოვდა, მაგრამ მე როგორც ადამიანს, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს და ზოგადად უყვარს, მეთქი, მოდი ამას გავაკეთებ. დავიწყე ძებნა საქართველოს გაზიფიცირებული სოფლების სია მინდა, მეთქი არაფერი არ მინდა. თუ ეხლა მოყვება მაგას ინფორმაცია რა პროცენტია და როგორ ხმარობს, ხო საერთოდ ვერ, მაგრამ ეხლა მაგის იმედი არ მაქვს. დავიწყე სტატისტიკის დეპარტამენტი, იგი ბოლოს გადავამისამართეს ენერგო რეგულაციის აგენტს, აღარ მახსოვს, მაგ სახელმწიფო სტრუქტურების სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, ეს ძალიან მიჭირს ეგ ამბავი. მივმართე წერილით, რომ აი ვენჯირი მესმინდა. ატყდა იქიდან და რა ვიცი, მე მგონია, რომ ჩემი აზრით ეს ყველაფერი უნდა იყოს თითის წვერზე, fingertips-ზე, როგორც ამერიკელები იტყვია რა, რომ ეხა კაბ დააჭირე და გამოვარდა ეგრევე და გადაუგზავნე ფაილი. იქ ატყდა ერთი ამბავი, 10 დღე მოგვეცით, 20 დღე კი ბატონო, არ მეჩქარება არსად მომენტს. მე როგორც შევატყე, აი იმ ორგანიზაციაში არ არის ცენტრალიზირებული მონაცემთა ბაზა, ეს არის ქაღალდებზე განაწილებული იმ რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა თაროზე და ვიღაც საწყალს დაავალეს. იმ საწყალმა ეს კრიფა აგროვა.
ბოლოს პრინტერზე დაბეჭდა და 100 გვერდიანი 100 გვერდი გავამიგზავნა დაბეჭდილი ამ სოფლების სახელების. რო შევხედე მეთქი არ გით რა აღარ გავაკეთე ახლა აღარ ჩავდე ახლა იმას რა იმა სოფლების ამოკრებას ეს კონკიას რო დაუყრია რაღაცა ხო და იქ მუხუდოს და იმას რომ დაარჩიოს რა შეურაცხყოფელი უბრალოდ 21 საუკუნეში ხა ადამიანი არ უნდა კარგავდეს დროს იმაში რაც არსებობს რა რაც უნდა არსებობდეს მაგრამ მე მგონი არც არსებობს რა აი ერთი ბოლო მაგალითი ეს არის რა აი ასეთი დამოკიდებულება არის ჩვენ ქვეყანაში ინფორმაციის მიმართ აი სადაც არ უნდა მიდგე ახლა მანამდე მქონდა ჯანდაცვის სექტორში შემთხვევა ანუ საოცრება ხდება რა აი რამდენი სოფელია დარწმუნებული ვარ ვერავინ ვერ გეტყვის არ არსებობს რა კი დაიწყებენ ფათურს და დაიწყებენ შეგროვებას რაღაც აკეთი კი აი ეგეთი რაღაცა არის რა ხო ამ დროს ანუ ეხლა რაღაცა მუნიციპალიტეტის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის უნდა იყოს არა კი ანუ ახლა ნახე რა ხდება იმისათვის რომ დაინახო დიდი სურათი big picture რასაც ქვია რა შენ გჭირდება ეს ინფორმაცია შენ ვიღაცები შენ ქვემო და დონიდან რაღაცა ინფორმაციებს გაწვდიან ეხლა კი ვიღაცა შეიძლება Excel-ში მიაჯამოს მოაჯამოს მაგრამ მე ხო ვიცი ქვედა დონეზე რა ხდება და ისინი რაც გაწვდიან რა თან ეს ყველაფერი მუდმივად ცვალებადი არის დინამიკაში არის და დინამიკაში ეს რო დაინახო მონაცემთა ბაზა უნდა იყოს მონაცემთა ბაზა რო იყოს ამ მონაცემთა ბაზას მუდმივად ვიღაცა უნდა ავსებდეს იმიტომ რომ ის ინფორმაცია რომელიც არის დღეს ზეგ უკვე დაძველებულია ზეგ რაღაცა გაიხსნა რაღაცა დაიკეტა ვიღაცა წავიდა წამოვიდა და გამოდის რომ ხო გამოდის რომ ერთადერთი საჯარო რეესტრის ისა გვაქვს რა რომელსაც უფრთხილდებით რომ აი ტრანზაქცია რო აისახება სხვას მე არ ვიცი რა აი სკოლები მაგალითად ხო აი რომ დაიწყო კვლევა გაქვს რა ჩასატარებელი ხო რა წდება ერთი ამბავი რო ადარი და ფლეშკები ცირბილი და ექსელები და ქაღალდები და მერიამების მიწეპება და ჩვენ ხო ფანტაზია ბევრი გვაქვს ხო არავინ შანსი არ არის ვიღაცამ ერთნაირი ველის სახელები დაარქვას ან ერთნაირი სტრუქტურით შექმნას ეს ყველაფერი და იწყება ეს მისამართებზე არ ვამბობ მისამართები საერთოდ ეს ყიმნეული თემა არის საქართველოში. ხო და აი ამის ვითომ გააკეთდა რაღაცა, ხო. ამის garaშე როგორ შეიძლება საერთოდ მართვა? ხო, აი ქვეყნის მართვა როგორ შეიძლება? ხო და აი როგორ შეიძლება ისე იმართება რა. მე არ მესმის, მეც არ მესმის. ის იმ სტატისტიკაში უნდა რაღაცა ის გროვდებოდეს. მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ის ვერ იქნება რა ის რაღაცა ზედნაშენი უნდა იყოს ადგილზე უნდა ხდებოდეს აი მაგალითისთვის რა რომ ეხლა რომ იძახიან ხოლმე რომ აი 2025 წელს ამდენი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი შევა ექსპლუატაციაში აი სულ მგონია რომ სიაბანძე ამბობენ რა ან დათვლილი აქვს როგორ იცი აი რომ გაიხედავ გამოიხედავ და შანსი არ არის რა იმიტომ რომ ის თუ არ არის ყოველდღიური მონაცემთა ბაზა რომელიც ივსება რომელსაც დასტურს რომ გაცემ ნებართვას ხო ვერ გაცემ ბეჭედს ვერ დაარტყავ თუ ის შესაბამის მონაცემთა ბაზაში არის მყისიერად დასახული ხო თუ ეგეთი რაღაც არ არსებობს ყველა ინფორმაცია რაც მოდის არის დაძველებული ყველი როგორ ნუ დაახლოებით დათვლილი რა ხო თითიდან გამოწვეული ისა თქვენ გაქვთ თქვენი საიტი რომელზეც მე რამდენადაც მახსოვს იყო ელექტრონული რუკები. საიტი აღარ არის საიტი. აღარ არის იმ საიტ ძალიან ესე ტრაგიკული ბედი ქონდა სამწუხაროდ. რატო ძალიან საინტერესო. ყველაზე კაი იყო ტურიზმის ამბავი. ტურიზმის ამბავში ხო იყო გადასახადები. იმიტომ რომ მაშინ მოვახდინე რეალიზირება ერთ-ერთი ჩემი აი ამ უცნების რომ ტურიზმის აღარ ვიცი რა ადმინისტრაციული დეპარტამენტი იქ შეიქმნა ჯგუფი რომელმაც დაატრენინგა ადგილზე ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ავსებდნენ ინფორმაციას. მონაცემთა ბაზას. ეს მონაცემთა ბაზა იკრიბებოდა ერთ ადგილას და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჰქონდა ამაზე წვდომა, შეეძლო ონლაინ ეგრევე მიეღო სტატისტიკა. აი მაგალითად, ხო? რამდენი საწოლი ადგილი გაქვს ხელმისაწვდომი Wi-Fi-ით თელავში. ამ კატეგორიის იმით. და ეს მუდმივად იცვლებოდა რა იმ თელავში ყველა რეგიონულ ცენტრში, სადაც კი იყო ეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, იჯდა ტიპი, რომელიც ამას ავსებდა, რომელიც მე ეს შექონდა
ეს ისე იყო გაკეთებული, რომ ის თავისი ინტერპრეტაციით ვერაფერს ვერ შეიტანდა რა. მარტო select box-ებით უნდა შეეტანა, განახლება ხდებოდა ამ ინფორმაციის მუდმივად. განახლება კი არ ხდებოდა, ყოველ დღე იმის სამუშაო job description-ში ესე წერა, რომ უნდა წასულიყო და თუ ვიღაცა მახალი რაღაც სასტუმრო ან რესტორანი გახსნა, უნდა იმისი ანკეტირება მოახდინო და იქვე შეიტანო რა. და ვიღაცამ დაკეტა, იმას უნდა უთხრა, რომ დაიკეტა და მუდმივად რეალურად ესეთი ბაზები უნდა არსებობდეს ყველა სფეროში, ყველა სივრცეში და ასე უნდა ხდებოდეს, ამითი ასე თქვა და ყოველთვის გეცოდინება რა, აი, მიმდინარე მომენტში რა და რამდენი გაქვს. ხო, ცოტა ხა გერმანიის და საქართველოს შედარება ცოტა ის არის, არარელევანტურია, მაგრამ ნუ მაინც ხა მაგალითად როცა გეგმავ შენ სადღაც მუზეუმში წასვლას, მაგალითად თუნდაც, ხო? შენ რეალურ დროში გეძლება არის სპეციალური ბაზა, შედიხარ იქ, აი მუზეუმი იქნება, თქვა რაღაცა სხვა რესტორანი იქნება, ტრანსპორტი იქნება 2 საათის მერე თუ საათნახევრის მერე თუ ახლა ამ წუთას. დატვირთვა, თქვა, რამდენი ხალხია, ღირს თუ არა, ეხლა წასვლა, თქვა, კომფორტულად იგზნობ შენ თავს თუ არა იმ მომენტში. აი ეს არის ძალიან კარგი არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, როცა რაღაცას გეგმავს. ყველასთვის კარგია. ხო, ყველასთვის კარგია, ხო და ნუ ტურისტებისთვის განსაკუთრებით, რა თქმა უნდა და როცა ტურიზმზე აგებ შენს ეკონომიკას და ეხლა ფაქტიურად ჩვენ არაფერს არ უშვებთ, ხო? ტურისტ ამ წუთას დაბალხარისხიან ტურისტებს ვიღებთ და ეგ არის, მაგრამ დაბალია თუ მაღალია, ყოველ შემთხვევაში ტურისტია, რომელსაც რაღაცა შემოაქვს და შეგვივსებს ბიუჯეტს და რა ვიცი, შენი საიტი ძალიან კარგი იყო ამ ხრივ. აღარ არის და იმაზე საუბარიც აღარ მინდა სამწუხაროდ ერთ-ერთი ისეთი მტკივნეული ის არის რა. მოდი ახლა გადავიდეთ ამ ველო ამბებზე რა. მოდი გადავიდეთ მით უმეტეს რომ რა ვიცი მე შენ ძალიან გაგასწარი, იმიტომ რომ 92-ში უკვე როცა თბილისის ომი მორჩა თუ არა, მე შევიძინე რაღაც ჯღანი ველოსიპედი და იმის მერე არც ჩამოსულა იქიდან. მითავი რომ ახსენდება და მე რომ ახსენდება აქ როგორ დავდივარ და მაშინ 90-იან წლებში ცხეთაში დავდიოდი ხოლმე, მახსოვს ეს დიდი ტრაილერის მძღოლები მაქსიმალურად ახლოს მოდიოდნენ ჩემთან. კი. ჩამყვირებდნენ ყურში ამ იმას სიგნალს და ის ქარი რომელსაც თვითონ ის მანქანა ქმნიდა გადაგაგდო ძალიანად ვიღარ შეიძლება. ხო, ძალიან ბევრჯერ ვარ გადარჩენილი და ეხლა რო ვფიქრობ, ეთქობა მაინც ახალგაზრდა ვიყავი და რაღაც ეს თავდაცვის თუ უსაფრთხოების მომენტები არ მქონდა თუ დაკარგული მქონდა, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ ყველას დაკარგული მქონდა უსაფრთხო, იმიტომ რომ ისეთი გარემო იყო, რომ ამ ტყვია მოკლავდა, ღვთის იმედად უნდა ყოფილიყავი. ხო და რა ვიცი, მე და შენ პრინციპში რაღაც ერთნაირად ერთად ვიპოვეთ ერთმანეთი ამ ხრივაც და ერთი კარგი ტურიც კი გავაკეთეთ, გახსოვს სომხეთიდან. ამასინა როგორ არ მახსოვს მაგას რა დამავიწყოს. ხო, და ეს ვიდეოებიც არსებობს. ამასინად ვიხსენებდით. სულ ვიხსენებ ხოლმე სხვათაშორის იმ ამ. მაგარი ისტორია იყო. ბორჯომი, ვანაძორი, ხო? ვანაძორიდან. ბორჯომი, ვანაძორი. ხო. და ვიდეო მაქვს მე გადაღებული და დავდებ. უი, სხვათაშორის ეს ვიდეო არ მაქვს. არ გაქვს, ხო, ეხლა არა მაქვს ნანახი. ხო და მოდი ველოსიპედი როგორც ეკოლოგიური ტრანსპორტი, როგორც ჯანმრთელობისთვის და როგორც რაც თავარია, კარგ ხასიათზე დამყენებელი და ძალიან ბევრი რამის, ხო, აი საოცრება, აი მაგალითად ბედნიერი ხდები რა. ხო, ეხლა ნარკოტიკი არ გავომიყენები არასდროს, მაგრამ აი ჩემი ნარკოტიკი მაგალითად არის ველოსიპედი. ეგრეა ნამდვილად. აი ხა ორი სიტყვით გავაგზავნებ შენს ასე თქვა მონაყოლს რა. შენ სადღაც 92-ში დაჯექი. მე 80 მოზრდილას აქ ბავშვობას არ ავთვლე. ბავშვობაში სულ მყავდა რა. შკოლნიკები და ეგ არ ითვლება შკოლნიკები და არლიონოკები და უკრაინა მაგარი. უკრაინა კარგია. მაგას არ ავთვლე. ეხლა დავიწყოთ იმე. მე 99-ში წავედი ბაზრობაზე და ვიყიდე ველოსიპედი, რომლითაც გერმანიაში მოპარული. ხო, სავარაუდოდ გერმანიაში მოპარული, იმიტომ ძალიან კაი ველოსიპედი იყო რა. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან რომ უყურებ, მშვენიერი ველოსიპედი იყო. ხო და რა მინდა გითხრა, აი რაც შენ ეხლა მოყევი. სულ რომ აი ნოსტალგირებენ ამ საბჭოთა კავშირი და მაშინ რო ურთიერთობა და ხალხო, მაშინ რო ველურობა იყო,
დღეს ის არ დაგვესიზმრება. მე მაშინ აი რა შენ ხა მოყევი ტრაილერი მძღოლი, ჩვეულებრივი მძღოლი 0 შესტით ნივით, ხო? აი რუს აიღებდა და ესე გიბიძგებდა რა. ანუ ამით ერთობოდა, ოღონდ ამას ერთეულები კი არ აკეთებდნენ. ეს იყო მასიური გართობა. მასიური გართობა იყო. დღეს რო ეს ვიღაცამ განსაკუთრებით თუ შორტები გეცვა. ხო, ნუ რა შორტები რა კიდე ცალკე ფაქტორია, მაგრამ მაგ ფაქტორს შევეშვათ. მასიური გართობა იყო. ანუ მძღოლების, რავი, 10-15% მაგით ერთობოდა. ანუ ეს ტიპი შეიძლება შეხვედრილი ყავი და ჩვეულებრივად რაღაც ცხოვრებაში მას გეკნა, მაგრამ ესეთი ველურები იყვნენ. ესეთი ველურების ქვეყანა იყო. დღეს რო ეს ვიღაცამ გააკეთოს, ხო? ხო, ეხა რა ვიცი, ციხეს ვახეხინებ რა, გარანტიას გაძლევა, განა არ ხდება, როგორ არ ხდება. ხდება, მაგრამ ეს ველურობის ფაქტორი დრამატულად არის შემცირებული რა. ეხლა რო უფიქრდები აი იმ წლებს, აი რაც მაშინ ხდებოდა, ხო? რო აი რავი რა. პირველად მარტივად გეტყვი, სადღაც 2000-იანი შუა წლები იყო, როდესაც დავიწყე მანქანით რომ მოძრაობდი, ზებრაზე ფეხით გადამსვლელისთვის გზის დათმობა. ნუ ეს როგორი ველურობა იყო, იცი, მაშინ მე ვიყავი რაღაცა უცხოპლანეტელი ვიყავი, იმიტომ რომ ამას არავინ არ აკეთებდა. ვინ დაუთმობდა ზებრაზე ფეხით მოსწეული გზის დათმობა, ეს იყო, რავი. და რამდენჯერმე ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდი, იმიტომ რომ ხა შენ უთმობ, მაგრამ შენ გვერდზე ტიპი რომ მოდის, ის არ უთმობს. და ერთხელ მეტალით ბავშვი მიყავდა ქალს და გამწდა ჩემ მანქანა და გვერდიდან გიჟი ხარო, დაუთმო და კინაღამ გააცალა. ერთი სიკვდილი გავათავე, ხა ასეთი რთული მომენტი ცხოვრებაში არ მქონია რა და ნუ აი შენ თუ ნორმალურად იქცეოდი, შენ იყავი აი როგორ გითხრა რა შეიძლება შენი თავი დაგეღუპა და სხვას დაგეღუპა რა, იმიტომ რომ როდესაც ყველა ველურია გარშემო, შენ ვერ მოიქცევი სხვანაირად, შენს ველური უნდა იყო რა. აი ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმის. აი მე რაც მოვყევი, ეს არის ალბათ 99-2000 წელი არის რა უკვე რა. აი ველოსიპედი წავდა მაშინ, ეს წავდა. საშინელება იყო რა. ეხლა რას ამბობ, ეხლა ზებრაზე რო ეგეთი რა ხდება, მაგრამ ნუ ბევრად 99% გითმობს რა. თბილისში ყოველ შემთხვევაში ეხლა სადღაც თუ გაიჩიტე, სადღაც და ბათუმში. უბრალოდ ერთი მომენტია, იცი, ირაკლი, ცოტა გავდივარ მე იმიდან საგზაო წესებზე გადავედი, უბრალოდ ჩვენთან საქართველოში არის და ეს ძალიან მაბნევს ხოლმე და როცა აქ ქაურზე ვარ მე მიჩვეული, აქ არის ზებრა, იქ სადაც არ არის შუქნიშანი. მხოლოდ იქ არის ზებრა და ჩვენთან თბილისში მაგალითად ზებრაც არის და შუქნიშანიც და აქ რომ მიჩვეული ვარ. მივდივარ და ვაწვევი და უცებ ხედავ რომ წითელია და აქ წითელზე გადასვლა მართლა წვანეზე გადასვლა იყო თავის დროზე კატასტროფა და ეხა წითელზე ხო აი ერთი-ორჯერ მაგრა გადავრჩი, იმიტომ რომ შევხედე ზებრას და არ შევხედე რომ იყო, იმიტომ რომ ეს ორივე შეუთავსებელია ერთმანეთთან რა. რაშვაშია ზებრა, როცა ზებრა არის მხოლოდ იმ ადგილებში უნდა იყოს, სადაც არ არის შუქნიშანი და ეს ცოტა გაბნევს ადამიანს. ნუ ეხლა რაც შეეხება ასე ვთქვათ ველო ამბებს, ხო? ნელი ტემპებით ისეთი სისწრაფით არა, როგორიც ჩემთვის სასურველი იქნებოდა, მაგრამ მაინც მივდივარ წინ. ანუ აი როგორი ისე მაგ გზნობა მაქვს ხოლმე, იცი, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება ყველანაირად ეწინააღმდეგება ცივილიზაციას და ცივილიზაციურ ცვლილებებს, მაგრამ ბოლო მაინც ნებდება და მორჩილდება ამას. ხო, აი ყველანაირად რა, აი ხა რომ დანახო რა ხდება და როგორ ხდება, ხო? აი რა კომენტარები არის მაგეთ საავტომობილო იმებს და მიხვდები რა, რომ აი ხა ტიპებისთვის ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, ერთადერთი ბედნიერება რა არის, იცი, რომ ქალაქში იშხუილოს 80 კმ/სთ სიჩქარე და რომ ვეუბნები, ქალაქი არ არის მაგისთვის რა, მაქსიმუმ 30-40 ზედმეტი არის რა. და რო ეს ადამიანები სიცოცხლეს ზოგავს რა და რა უფრო მნიშვნელოვანია ხა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გაიჭყალიტოს ქუჩაში და მოკვდეს თუ საშუალოდ 5 წუთით ადრე გამოვიდეს ტიპი რომელსაც ვაკედან საბურთალოში უნდა გავიდეს, ხო? აი როდესაც ასეთ პინზე დგება, ხა მე ვერავინ ვერ გეტყვის რომ ხა ადამიანს, მაგრამ ასეთ საკითხს ასე ხა არ უყურებენ, ხო?
უყურებენ სხვანაირად რა. საკუთარი კომფორტი მიაჭირა გაზი და წავიდა და რატო დაავიწრო ეს გზა და რა. იმიტომ დაავიწრო რომ ნელა უნდა იარო. 30-ზე მეტ არ უნდა იარო. ქალაქი თუ გინდა საზოგადოება თუ გინდა ახლა რაღაცა უბედურება ირაკლი მე კიდე ერთი მომენტი არ მესმის ახლა თბილისში ეს ველოგზები გააკეთეს მართალია მაგრამ ეს ნაწყვეტები რო არის მაგალითად დამთავრდა ეს ველოგზა ხო მე უნდა აიკიდო ველოსიპედი გადაიტანო იქ სადაც იწყება იქედან როგორ არის არ უნდა აიკიდო უნდა შეერივო ასე ვთქვათ მანქანების მოძრაობას და გააგრძელო მოძრაობა მანქანებთან ერთად არ არის აუცილებელი იყოს ველოგზა ველოსიპედი არის მონაწილე სატრანსპორტო მოძრაობის მონაწილე რა და ისიც მისი მოძრაობა და გადაადგილება რეგულირდება ასე ვთქვათ ქუჩაში მოძრაობის წესების კანონის მიხედვით. არასწორად უძახიან ამას ველობი, ეს არ არის მარტო ველობილი, ეს არის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ბილიკი, ასე დავარქვათ. რა, იმიტომ რომ ველოსიპედის გარდა არის სკუტერები, ელექტრომოსარგებლეები დადიან. რა თქმა უნდა, ელექტროეტლით მოსარგებლეებისთვის რა. ის ელექტროეტლი არის რა, ის 15-20 კილომეტრით ისე ხოშიანად დადის, ვითომც არაფერი. ანუ მაგათვისაც ო დაკრიან რა მე ელექტრო ველოსიპედები შემოდის ნელ-ნელა საკურიერო მომსახურეობა იყენებს ან ხშირად ეხლა რომ წარმოიდგენ ეხლა რამდენი კურიერის დადის ხო ველოსიპედი ეხლა ისე რომ ყველა დაიჭერს მანქანითია რომ ისედაც საცობებია და საერთოდ აღარ იქნება არაფერი ანუ ნელ-ნელა რაც შეიძლება რა თან რა არის მე იცი რომ მე ეგეთი რწმენა მაქვს რა რომ ჩვენ გავიზარდეთ საბჭოთა ხამურ ეპოქაში, როდესაც მანქანა ეს იყო ინდიკატორი შენი წარმატებულობის და როგორ გითხრა, ნეტარების ის იყო რა, აი მანქანაზე გადაადგილების საშუალება არის რა და კომფორტული უნდა იყოს რა, რაც უფრო კომფორტული არის, ის არის რა. კომფორტული და ეკონომიური. შვილები ხო, ჩვენი კომფორტული ეკონომია, ეკოლოგიური და ჩვენი შვილებისთვის ეს აღარ არის რა, მანქანა რაღაც განსაკუთრებულ იმათ ნეტარების საგანი. ჩვეულებრივი ის არის რა და შეხედავდა ვფიქრობ ხოლმე, იცი რომ საქართველოში ეს მანქანის კულტი იმიტოა ეთყობა მაინც ზოგადად კავკასიელებში, ხო? იქეთაც რო გახედო, ეხა ჩილო კავკასიაში აქეთაც რო გახედო. მე მგონი ცხენი შეცვალა მანქანამ ეს მომენტია, მაგრამ მეორე მომენტი ხო, აი ეს ჩაკეტილობა ხო არ უფრო აი მაგალითად ველოსიპედი და მოტოციკლეტისტები ბოლო პერიოდი, ბოლო 20 წელია რაც გამოჩნდა, ხო? მანამდე მე დაბურული მანქანა უნდა ყოფილიყო. ეს შენი რაღაც ჩაკეტი აი რესტორანში ხალხი აქ დადის რომ კუპე, რესტორანის კუპე. ხო, ერთმანეთს შეხედონ და ერთმანეთთან რაღაცა აი თავი მოაწონონ ან რაღაცა და ჩვენ უნდა შევყუჟულიყავით კუპეში და ცალკე ჩვენთვის უნდა იქ დაგვემხო თავზე. კუპე მაგარი ფენომენი იყო, იმიტომ კუპეში თუ არ შეხვიდოდი, შარი იყო, ვიღაცამ ბოთი ჩაგარტყავდა თავში. ჯობდა კუპეში ყოფილიყავი. შიგით ეწეოდი, გამოდიოდი მარტო, როდესაც მიდიოდი სახლში რა და ამით ბევრი სიცოცხლე დაიზოგა, რომ იცოდე. მაგაზე არ მიფიქრია სოთეში. გეუბნები. მე ბევრი მაქვს მაგაზე ეს კუპის ფსიქოლოგიაზე ნაფიქრი, იმიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთში მოდის რა. ანუ კუპის ფსიქოლოგია რა არის, როდესაც შენ გარშემო საზოგადოებას აღიქვა მტრად. მიხდი? ანუ იქიდან მტრობასელი და შენ მაქსიმალურად ვცდილობ მოერიდო, მაქსიმალურად ვცდილობ იჯდე მანქანაში, მაქსიმალურად ვცდილობ იჯდე კუპეში, იმაში, ამაში. ხო, რა, რომ დაბურო ფანჯრები და ეს ისა რა ხა რატო ჩამოყალიბდა არ ვიცი ხა შეიძლება სამხრეთის ამბავია შეიძლება კავკასიის შეიძლება იმის მაგრამ მე ხა რომ აანალიზებ უყურებ ხოლმე იმას აი ძალიან კაი იქნება ჰამბურგში დადიხარ ხა ხო რო აიღო ჰამბურგის 70-იანი წლების ფოტოები ქუჩების დარწმუნებული ვარ იქაც არის სავსე საცობები სავსე საცობები და იმ გერმანელებისთვისაც ის მანქანა იმ წლებში იყო აი ამსტერდამზე იყო მაგალითი რა ამსტერდამი დღევანდელი თბილისივით
ყველაზე ისეთი ავტოინდუსტრიისთვის. ავტოინდუსტრიისთვის რა, 70-იანებში პირველი ის მოხდა. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა. იქაც ესე დადიოდა რა და იმ ხალხმაც გაიარა ეს ტრანსფორმაცია. უბრალოდ ჩვენთან ეს მოვიდა რაღაც 2000-იანების მერე და იქ მოვიდა 80-იანების ბოლოს უკვე მივხვდნენ რომ არ შეიძლება ესე ცხოვრება რა და სისულელეა რა. ერთ-ერთი მიზეზი რა იყო, იცი მაგისი? დეავტომობილიზაციის საფრანგეთში ხო ხა ალკოჰოლი და ფრანგის მუდმივად მოიხმარს ალკოჰოლს რა. ზომიერად რა ის სადილზე მოწურყა ერთი და წავიდა გააგრძელა მუშაობა. იქ დაარტყა წავიდა და როდესაც გაჩნდა საფრანგეთში მასიურად ავტომობილიზაცია ძალიან დაეცა ღვინის გაყიდვა. მოხმარება დაეცა, იმიტომ რომ ხა წარმოიდგინე ხა მიდიხარ, მანქანით ხა უნდა მაინც შარია რა, ან გაერხვევი, ან დაგიჭერს ვიღაცა, ან პოლიცია რაღაც აკეთებს და ფრანგობა დაკარგეს რა. ფრანგობის ერთ-ერთი მომენტი ხო ეგ იყო რა, რომ შეგიძლია საღამოს გაახვიდე, სადღაც 1-2 ხა დალიო რა. მაინდა-მაინც კი არ დათვრე და ტალახში იგორაო ხა არ დავასახელებ. ვიზავით, მაგრამ ეგ იყო რა, დაიკარგა და ეხლა რაც წავიდა დეავტომობილიზაცია, საფრანგეთში ძალიან მნიშვნელოვნად წავიდა და პარიზის ფენომენი ცნობილია რა, ფაქტიურად პარიზის ცენტრში ერთი ქუჩა არის დატოვებული, სადაც შეიძლება სწრაფად გაიარო. დანარჩენი ყველგან 20-30 კილომეტრი არის შეზღუდვა. ფაქტიურად თუ რაღაცა შკაფი არ აქვს, დასახები არ უნდა წახვიდე რა. სისულელეა. ან თუ არა ხარ რა. მოკლედ რა და ფრანგობა დაიბრუნეს ამით რა. ერთ-ერთი ის იყო. ჩვენთანაც ეგრე არის რა. ნელ-ნელა წავა რა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს. უბრალოდ ეხლა იმ მომენტში ცხოვრობ, ამ პიკში ვართ რა. რა მაკვირვებდა ხოლმე, იცი რომ აი ხალხს ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ აქ თბილისში არ გამოვა ველოსიპედზე, თაგორიანიაო და ყოველდღე მე დავდიოდი ვარაზის ხევით სამსახურში ველოსიპედით და ვარაზის ხევით ამოდიოდი ხა მაგაზე მაღალი კიდევ კელძეზე ავდიოდი ზემოთ და ისა და არაფერი ეხლა ორი რაღაცას გეტყვი მაგასთან დაკავშირებით. შენ ძმაო გამხდარი ხარ და ოფლიანობა არის. გეტყოდა მაგას ბევრი. ხო და ბაშო სამსახურში ის მქონდა, შხაპი მქონდა, საშხაპი მქონდა. შხაპი მქონდა, შხაპი მქონდა. ეგ ერთი, მაგრამ მაგის ალტერნატივა არის მაორო. ეხლა ელექტროველოსიპედები შემოვიდა და საერთოდ ვერ გზნობ რა. ვერ გზნობ რა, ისე ადიხარ რომ რა გაოფლიანება და რა აკუშინება, არაფერი არ აქვს რა. მე ის მიკვირს, აქ არის ძალიან პოპულარული და აქ საერთოდ არ გჭირდება ელექტროველოსიპედები. დადიხარ მაგიდაზე, ხო, სწორია ხო ყველაფერი. მაგიტო არის პოპულარული ელექტროველოსიპედი გერმანიაში, ხო, ხა უკვე 80% გაყიდვების ხა ველო გიგანტების არის ელექტროველოსიპედების. და ეს იმიტომ არის პოპულარული, რომ ადამიანებს საშუალება აქვს დაუძაბავად მივიდნენ რა. ეგეც არის. იმიტომ რომ აი, ხო, შეგვხვდება ისა რა და თუ ვარჯიში გინდა გამოუხდე ეს ელექტროძრავა და ატრიალი პედლები კი არ გიშლის ვიღაცა. შენ თვითონ არეგულირებ რა დონეზე გინდა, ასე ვთქვათ, რა დატვირთვა გინდა მიიღო. სპორტი არ არის, ეს არის ცხოვრების წესი, ხო? ველოსიპედზე. ეს არის ცხოვრების წესი. ეს არის ცხოვრების წესი, რომელსაც მე მოკლებული ვარ ერთი კვირაა და ჭკუაზე არა ვარ, იმიტომ რომ წვიმს ერთი კვირაა გამოში. მეც მოკლებული ვარ ერთი კვირა, იმიტომ რომ 40 გრადუსი სიცხეა და გამოვედი და კინა რა მოვუყდი. აი ისე ცუდად გავხდი ვასო რომ ვერ წარმოვიდგე. მე ნახევარი საათი სიუანაში ვიწექი რომ ცოტა გავგრისებული ხავ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დამარტო. გერმანელები ხო რას ამბობენ რომ არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს ცუდი ტანსაცმელი. ო, კაი, კაცო, ერთი 42 გრადუსია. 42 გრადუსი რაღა უნდა გაიხადო, ეხა ხო. აი ხა, მოგიყვები, ბოლო ჩემი ვნება რა არის. რაღაც ასე ენთუზიასტების ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, ეს არის კავკასიის ველოქსელი, ესე დავარქვით. სადაც ვართ სპორტია არ ჩვენი სფერო არ არის, არანაირი სპორტი. ეს არის საზოგადოებრივი საქმიანობა, ტურიზმი და ისეთი შეჯიბრებები, როდესაც შენ საკუთარ თავს ეჯიბრებები და არა სხვას. და არის ეგეთი კონცეფცია, ბრევეტი ქვია. ძალიან პოპულარული არის ბრიტანეთში, საფრანგეთი არის საერთოდ, მაგრამ გერმანიაში დარწმუნებული. ეს არის როგორი რაღაცა, რომ რაღაცა მანძილი გაქვს, მარშრუტი გაქვს, თქვა რაღაც 250 200 კილომეტრი ან 400 კილომეტრი, რომელიც არის რაღაც საკონტროლო დრო და იმ დროში უნდა გაიარო. შენ ახლა პირველი მიხვალ თუ ბოლო მიხვალ, შენ იმ დროში თუ ჩაჯექი, გამარჯვებული ხარ რა, საკუთარ თავზე გაიმარჯვე.
აჰა. მოკლედ ძალიან ისეთ კაი კონცეფციაა რა, იმიტომ რომ გვერდზე ადამიანი რომ მოდის, იმას არ აღიქონ შენ მეტოქეთ, შენი მეგობარია, შენი პარტნიორია და რაღაც მაგრამ საკმაოდ რთული დასაძლევი არ არის ეს მარტივი დასაძლევი. შარშან გავიარეთ 400 კილომეტრი ესე, წელს იყო 200 კილომეტრიანი, 300 კილომეტრიანი და 600 კილომეტრიანი. აი ბოლო ჩემი შეხება იყო ამ 600 კილომეტრიან ბრევებზე, ხადი არის 600 კილომეტრი. უფ, რაღაცა ის არის, თქვა. აი მაგალითად დავიწყეთ თბილისში. ჰმ. წავედით სოფელ ხიდის თავამდე მივედით, ოღონდ აი ამ ტრასით, ავტობანით არა. შემდეგ გადაუხვიეთ, ავედით ატენის ხეობაში თითქმის ბოლომდე, ბოშური არის სოფელეთი 25 კილომეტრის სიგინში, ავედით, გამოვედით. მერე გავაგზავნეთ ქარელი, რამე ბორჯომი, ხაშური, ახალციხე, ოღონდ არა ძირითადი გზებით რა. მეხა ხაშური, ბორჯომი, ახალციხე ერთი გზა არის, სხვას ვერ გაივლი, მაგრამ იქამდე მივედით ალტერნატიული გზებით. შემდეგ ავედით ზარზმაში. ზარზმიდან დაუბრუნდით უკან ახალციხეში და წავედით ახალქალაქისკენ. ასპინძასთან გადავედით. ხო და ეს პატარ-პატარა იმებს რო აკეთებ, ხო შეჭრებს, ხო? გეგმავ წინას და რანგანიშობ და იცი რომ 600 კილომეტრი გამოვა ჯამში რა. მომისვე და წალკით გადმოხვედით? წალკით უნდა დაუბრუნებულიყავით, მაგრამ აი ყველაზე მაგარ ადგილას რა, ნინოწმინდაში ავედი. ბოგდანოვკა, ნინოწმინდაში, უკვე 2000 მეტრზე ვარ ასული, მაგრამ ნუ ვატყობ რომ ახლა თავს ზემოთ ძალა არ არის. 42 გრადუსში ვიარეთ და ნუ გამოვიფიტე რა. ეხლა იქიდან რა, ეხლა იყო ერთი კვირის ამბავი და ნუ გადავჯექით წამოვედით. ან 42 პლუსია, ან 42 მინუსია, მანდ ხო ესეთი. ხო რა, მაგრამ 42 მინუსი არა რა, 10-12 გრადუსი უნდა ყოფილიყო ჩემი გათვლით, მაგრამ დამხვდა 35, 42 ქვევით იყო გორში. აი თბილის რო გავსვით რა და ძალიან გფიტავს რა ეს ისა და ნუ სამმა ადამიანმა დააფინიშა მხოლოდ და მხოლოდ 10-დან. დანარჩენი ასე თქვა, მაგრამ მაგას მაინც გავივლი. აი ესეთი ფორმატი არის. მოფიქრებული სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა წონის რა. რომ 200 კილომეტრიანი არ უამრავმა ადამიანმა. ხო. აი მაგალითად ჩემი მაყურებლები ძალიან დიდი პროცენტი არის, ესეთი 20-დან 40 წლამდე ყველაზე მაღალი პროცენტი მაყურებლების, მე ხო სტატისტიკას მაძლევს. ხო და ფაქტობრივად ხო და აი ესენი არიან ძირითადი მაყურებლები და ნუ მათ შორის იქნება ალბათ ველომოყვარული და აი როგორ შეიძლება ვთქვათ ეს თქვენი კლუბია რამე გაერთია თუ როგორ არის ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომელსაც ქვია კავკასიის ველო ქსელი კავკასიის იმიტომ რომ იმედი გვაქვს ადრე თუ გვიან კავკასიაში საზღვრები მოიშლება და შევძლებთ ასე ვთქვათ ინტეგრაციას ну სომხებთან გვაქვს ეხა მე და შენ სომხებთანაც აზერებთანაც და ნუ ეხა ისე მიდის სიტუაცია რომ მალე კიდე ბევრი საზღვარი გაიხსნება რა და გვინდა რომ რაღაც აი ესეთი ისე სახელმწიფოთა შორის ისინი ხო ანუ ჯერჯერობით დღეს საქართველოში დავდივარ ასე ვთქვათ რა ძირითადად ხო ეგ არ ვიცოდი და პირდაპირ ხა Facebook გვერდია რა CCN ყოველ პრაქტიკულად თვეში ორჯერ მაინც გვაქვს გასვლა რა გასვლა არის რომ მოდის უამრავი ადამიანი რომელიც ეს ბრევეტი ეს ერთ-ერთი შარი ყველაზე მთავარი მოვლენა მე ჩამორჩი ბრევეტამდე არის მუდმივად არის გასვლები რა რომელსაც გინაობთ მანქანას და რაღაც საინტერესო ადგილზე მივდივართ იმ ადგილზე ჩერდებით ზოგჯერ ერთი პერიოდი საერთოდ ძალიან კაი ის ქონდა და ალბათ უნდა აღვადგინოთ რაღაცა ვიღაცა ამზადებს იმ ადგილზე რაღაცა მოხსენებას და ყვება აი რა აი ხა მაგალითად შენ რო აქ იყო წაგვიყვანდი სადღაც სადაც არის ეს ძველი ნამარხი ფაუნა პალეონტოლოგიური და მოგვიყვებოდი და რაღაც ახთან ჯანმრთელობა და რაღაც ახალს გებულობ რა ხა ცოცხალი ადამიანი ტიპი ვინც არის გიყვება ამაზე ძალიან კაი ფორმატია რა. ხო, ველოსიპედს ისა აქვს როგორც მანქანით ეხლა ხშირად ლამასხეთს დაინახავ, მაგრამ გაჩერება ცოტა ისეთი მომენტია და აი ველოსიპედი გაჩერდები და ათვალიერებ რაღაცას ხედავ იმაზე. სუნს იგრძნობ, ხმალს. ხო, სუნი ძალიან მაგარია. აი ველოზე რაც არის, აი უკვე სუნების რუკა შემიძლია გავაკეთო იმ მარშრუტების, სადაც გავდიხარ. აი იქ სოფელი თავისი ფუნით, იქ
ბალახი, თან სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა რაღაცა ყვავი, სხვადასხვა ბალახი. აი, საოცარი მას გაძლევს რა. თან კიდე რა არის, იცი? განსხვავებით ხა ჩემი წინა ხობიდან, ალპინიზმიდან და სამთხილამურებიდან და რაღაციდან, ეს ველოსიპედი ძალიან მარტივია რა. ეზოს ხარ მივაჯახუნებ თუ არა? თათმინდაზე ხო რომ იქიდან რომ დავიწყებ დაშვებას, უკვე ვკაიფობ რა. ხო, უკვე ესაა. არ მჭირდება სადღაც წავიდე. იქ მე რაღაცა ამინდი იყოს, კარგი არ იყოს, იქ სადღაც აუძრე, ანუ მთელი ეს აღარაფერი აღარ გჭირდება რა. ხო, აღარაფერი არ გჭირდება რა. ჩაიცვის ფეხსაცმელი, შორტი და მოახტი და კარს როგორც კი მიაჯახუნებ, უკვე кайფი იწყება რა და ამას არაფერი არ აქვს რა. თან კიდე ის არის რომ თუ დიდ დისტანციებზე დადიხარ 100 კილომეტრის ზევით, 100-200 ზევით, უკვე ისეთი გამოფიტვა იწყება, რომელიც ძალიან მაგონებს მთას. ალპინიზმს რა, რაც სხვანაირად ვერ მიაღწევ. რაც უნდა ლაშქრობაში იარო, ხო? ისე ვერ გაიღლები რა, როგორც იღლები ალპინიზმში, როდესაც რაღაც დიდ ფაზე მიდიხარ, როდესაც იღლები ველოსიპედით, როგორც 200 კილომეტრის ზევით. ანუ მოდიხარ და მთლიანად რო აი ხო, უკვე აღარ შეგიძლია, ხო? უკვე აი აღარ შეგიძლია რა. ხო, აი ეგ ბმაც აქვს რა, რაღაცნაირად აი ის გამომივიდა რა. და რაც თავარია, მუდმივად ვცდილობ რაღაც ახალი დავგეგმა. აი საქართველოა ხო, რამდენი უნდა იარო საქართველოში, მაგრამ იმდენი რაღაცაა, სანახავი კიდე. იმდენი რაღაცაა. აი ტრასიდან ხო ხა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის რა თბილისი ბათუმი ტრასა რა. ეს რო გადაკეტო ეს ბათუმის ტრასა და იმიდან გომიდან და საჩხერედან წაიყვანო ხალხს დეპრესია დაეწყება, იმიტომ რომ ნუ მათთვის ეს წარმოუდგენელი რაღაცა არის რა. მზიდან ხო არავინ არ უხობს რა. გოდერძიზეც კი მიზერი რაოდენობის ხალხი არის ნამყოფ გოდერძის უბრალოდ რასაც არის საერთოდ იქ რომ მოხდები რატომ უნდა წავიდე ბათუმში ცენტრალური გზით ვეღარ ვხვდები ხო და მაკედონიას საერთოდ ერთი პროექტი მაქვს რა რომ უნდა დავიწყო ალბათ სისტემურად მაგის გაკეთება რომ საქართველოს ყველა სოფელში უნდა მივიდე ველოსიპედით არ არის აუცილებელი რამე მნიშვნელოვანი ძეგლი იყოს არაფერი აი ნებისმიერ სოფელში რომ მიდიხარ ხო უკვე кайფი არის იმიტომ იმდენი რამეა სანახავი და იმდენი რაღაცა არის რომ ხო აი გზა აი ა პუნქტიდან ბ პუნქტში ხო გინდა აღმოსავლეთ საქართველოში აი ხა ჩვენ ვახსენეთ ის ადგილი ეს ქედი რა რომელიც ყარს მიუყვება კასპისა და იმას თრიალეთის ქედიდან რაც ჩან კვერნაკების ქედი ქვია თუ არ ვშტები ხო აი აღაიანი და თხოთისთა რაც ხა არ მაქვს თხოთისთაზე ნამყოფი არა თხოთისთა აღაიანი ხო იცი სოფელი როგორ არის აღაიანი სიდედრის ენა და რაღაცა ხო მთელი ამბავი ხო იქიდან არის ასასვლელი აი ამ ქედზე რომელსაც ახლა მე პირდაპირ უყურებ აქეთ ჩემ თვალწინ არის რა ამ ქედზე არის თხოთისთის მონასტერი სადაც მოხდა მირიანი ნანა დაბნელება მზის და ქართლის მოქცევა და აი მაგ ადგილას ხდება რა და მოვხვდით მაგ ველოსიპედით ამ აღმართზე ავედით და დავეშვით აი აქეთ მხარეს აი კასპში რომ მატარებლით მიდიხარ და რომ გაიხედავ და ეს მაკენას ოქროს ველური დასავლეთის პეიზაჟები რო ჩანს ხო ხაგაში შენ გეკნება შემჩნეული მაგ ხვლიკები იქნება ბევრი და ალბათ შენც არის ხო არა ძალიან საინტერესო ადგილია უბრალოდ სახელები აღარ მახსოვს ახლა მაგ ქვიშაქვები სულ დათვალიერებული მაგ იმიტომ რომ გეკნება პალეონტოლოგიური აი მეც ეგ მინდოდა მე თქვა რომ პალეონტოლოგიურად საინტერესო ჩანს ჩემი ასე თქვა დილეტანტური თვალით და რო უფიქრდები ხო საქართველოში ყველაზე მწირი ადგილი აი თვალს წყალი რო დაალევინო ხო არის ესა მაგრამ მწირი არის სანამ მაგ მოხვდები და მაგ რო ხვდები აი განსაკუთრებით ზევიდან რო ეშვები ვაიმე ისეთი საინტერესოა ისეთი უცხოა ისეთი სხვანაირია და ისეთი кайფია რომ ვერ წარმოიდგენ აი ქსანი არის სოფელი მას რომ მიუყვები აი კეთკენ აი ისეთ საინტერესო ადგილას მოხვდი რომ აი შორიდან რო უყურებ ვერაფრით ვერ იფიქრებ რომ აი ისეთი მაგარი შეიძლება იყოს იქ ყოფნა რა და მაგას მეუბნები რომ სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მაგარია რა ხო ორი ის არის ნახე თქვა ავიღოთ აი თბილისიდან მივდივართ გორისკენ ხო ეს არის ხელმარჯვნივ ეს ყველაფერი ხდება და როგორც შენ ამბობ მწირია
და არავინ არ იცის რომ ძალიან ცოტა მიცის ყოველ შემთხვევაში რომ მარცხნივ რაც ხდება არის ულამაზესი ხეობები წარმოუდგენლად მწვანე ხო ტრასაზე მიდიხარ ხრიოკი აქეთ იქეთ ხო ხრიოკია ხო ეს კაი სიტყვა ვიცით ქართულმა ხრიოკი ხრიოკის მნიშვნელობა ყვა ხრიოკი შენ ზღაგან უნდა ნახო ხრიოკი ეს წავყოთ ხრიოკია რაც შენ ხრიოკი გაგნანახი გადმოდიხარ და 2-3 კილომეტრს გადიხარ და ხვდები სამოთხეში საოცარ სიმწვანეში ამ ნაკადულებში დინარეებში რა ვიცი რაღაცა ისა მართლა მე სულ ამას ვამბობ რაც აგერ ეხლა უამრავ სულ დაცული ტერიტორიებია ჰამბურგის ირგვლივ და მეც ისეთ ადგილას ცხოვრობ რომ გავდივარ თუ არა აი ზუსტად 10 წუთში ხვდები სრულიად ველურ ბუნებაში ნუ ველური შესახედაობით არის თორე ისე არის უცები სანაგვე შეხვდება სკამი შეხვდება და რაღაცა და ნუ აი მოვიარე ყველა სანტიმეტრი გავიარე უკვე და ნუ რა ვიცი კან ბუნკერებს იმაში რაღაცებს ვეძებ რომ რაღაცა სიახლე ვნახო 100 კილომეტრის რადიუსში და ჩვენთან 1 კილომეტრის რადიუსში გვაქვს საქართველოში 1 კილომეტრის რადიუსში შეიძლება ნახო საოცრებები გვაქვს და არ ვიცნობთ ამ ჩვენს იმას და ვართ გამოკეტილები შენი არ იყოს ამ მანქანებში მე შევდივარ კუპეში მე კუპედან გამოვდივარ და თუ გადავრჩინდა სახშიზე კარგად ვირედი პახმელიაზე ვარ და ამ დროს გადის ეს ცხოვრება და საქართველოს ვერ ვნახულობთ კაცო ხალხი რომელმაც არის ის მაგალითად ვაშლოვანია არის ის ლაგოდეხი რა არის აუ ვაშლოვანში არის ზღაპრული ველოტური რა რამდენჯერმე მაგ გაკეთებული და რა ზღაპრული ადგილები არის ფაქტურად საიტაც გაიხედავ ყველგან ხო ნიდა თბილისის გამომებია რუკაზე რო აიღებ ხო აი ეს რო დახუჭო თვალები და ესე მოავლო და დაარჭო და წახვიდე ყველგან რაღაცა განსაკუთრებულს და მნიშვნელოვანს ნახავ რა ხო და ეს არის ჩვენი გეოგრაფია ეს ირაკლი მოდი დღეს ამით დავამთავროთ ჩვენ და იმიტომ რომ შენ კიდევ ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი მე ვიცი და მე ძალიან ბევრს მოგაყოლებ რომც არ მოინდომო შენი უკვე კიდევ ერთი იპოსტასის ერთი გამოვლინების შენი ცხოვრების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ეს არის ალპინიზმი მთა და შენი ერთ-ერთი ისეთი წარმატება რომელიც ალბათ რამდენიმე ასეულ ადამიანს აქვს მხოლოდ გამოცდილი დედამიწაზე მე არ ვიტყვი რას იმიტომ ამას დავტოვებ ინტრიგად მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს არ გადამიდო ინტერვიუ და სწორედ ვისაუბრებთ უკვე იმიტომ რომ ბევრია სალაპარაკო მთაზე ბევრია სალაპარაკო ალპინიზმზე ბევრია იმ ხალხზე სალაპარაკო რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით არ არიან და იყვნენ თქვა იგივე შენი მეგობრები ან თუ მეგობრები არა ამ ხრივ ძალიან ბევრი რამ ისწავლე შენ მათგან და მათ ნაკვალებზე იარე და აქედან გამომდინარე მოდი ეს ნაწილი ცალკე გავაკეთოთ და ახლა მე დაგემშვიდობები და ძალიან დიდ მადლობას გეტყვი და ჩემს მაყურებელს კი ვეტყვი რომ დასვით კითხვები შემდეგი თქვენ ხშირად გაინტერესებთ ხოლმე ალპინისტური თემები მე მაქვს შიგადაშიგ და მე რაღაც კითხვებს მისვამთ მე დილეტანტი ვარ ამ საქმეში და თუ რამე კითხვები გაქვთ ალპინიზმთან დაკავშირებით და დამიგროვეთ ამ ვიდეოს ქვემოთ და მე უკვე ამ კითხვების მიხედვით კიდევ ცალკე დაველაპარაკები ირაკლის და ამჯერად კი დიდი მადლობა ვასიკო ძალიან კარგი იყო და ძალიან გავერთე სხვათა შორის შენთან ურთიერთობით მომნატრებია შენთან ურთიერთობა ხო და მე ურთიერთობა აგერა ვარ სანამ ვართ ვიყოთ დიდი მადლობა ირაკლი და აბა კარგად